არია ჩემთან ერთად მოგესალმებით ბატონო გიორგი. დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ბატონო გიორგი, ჩვენი საუბარი დავიწყოთ იმით, თუ შევაჯამოთ, ესე ვთქვათ, რა პროცესს ვაკვირდებით ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობებში. სულ ბოლო მოვლენები რომ შევკრიბოთ, ესე ვთქვათ, ირაკლი კობახიძის ტყუილით დავიწყოთ, შემდგომ რუმინეთის, ესპანეთის, იტალიის განცხადებებით, რომ სინამდვილეში ისინი ქართველი ხალხის გვერდით დგანან და არა ქართული ოცნების პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა ევროპარლამენტში, შალვა თადუმაძის გადაწყვეტილება, რომ ევროპულ სასამართლოში იჩივლოს და ასევე აი ამ ყველაფრის ფონზე ევროსაბჭოს პრეზიდენტის, ესე ვთქვათ, შეხვედრა ირაკლი კობახიძესთან. რა სურათია ეს? ნუ სურათი გახლავთ ის, რომ 21 დღეა ქართული ახალგაზრდების პირველ რიგში მშვიდობიანი, გულწრფელი და ძალიან მებრძოლი პროტესტის შემდეგ საქართველოს სრულად შევიდა ევროკავშირის პოლიტიკურ დღესდღეში. ეს სერიოზული მიღწევაა. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ მაგალითად ის რომ დღეს პრეზიდენტი დგას ევროპარლამენტის ტრიბუნასთან. მაგალითად ის რომ მაღალი და პირველი პირები წევრი სახელმწიფოების პირდაპირ განცხადებებს აკეთებენ საქართველოსთან დაკავშირებით. მაგალითად ის რომ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების, ეგრეთ წოდებული ხელისუფლების ტყუილებზე ზუსტად 1 საათში ან 2 საათში რეაგირებენ შესაბამისი უწყებები. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ დღეს ჩვენ ვართ დღის წესრიგში ევროპული კავშირის პოლიტიკის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ყოველ ღამე, ყოველ საღამოს დგას რუსთაველზე. სხვანაირად ეს არ მოხდებოდა, სხვანაირად მერწმუნეთ, რომ ოცნება ამ გაყალბებულ არჩევნებს იმას იზამდა რა, რაღაცას იმას იზამდა. შესაბამისი სიტყვა მინდა მოვძებნა, ხო? ამიტომ შეიტყაპუნებ და მე არ მithქვამთ თქვენ თქვით. კი ბატონო. ესე იგი, ეს ხდება დღეს და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ მიუხედავად იმისა, რომ ახალი წელია წინ. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ფაზა ჯერ არ დასრულებულა, აუცილებლად ჩვენ უნდა გავაგრძელოთ პროტესტი, მშვიდობიანი პროტესტი და საქართველოს დღევანდელი გამოწვევები, სისტემური პოლიტიკური კრიზისი უნდა შენარჩუნდეს ევროკავშირის პოლიტიკური დღესდღეობის ყველაზე მაღალ რეგისტრებში. ეს არის ჩვენი ამოცანა. თან განსაკუთრებით ისე ეს ყველაფერი უნდა მოვახდინოთ, რომ დღევანდელი ეგრეთ წოდებული ხელისუფლების არც ერთი ინსტიტუტის აღიარება არ უნდა მოხდეს. ფაქტობრივად დღეს რა ხდება? დღეს ფაქტობრივად ევროკავშირი და წევრი სახელმწიფოების პირველი პირები აღიარებენ პროტესტანტებს, მშვიდობიან პროტესტანტებს, ადამიანებს, რომლებიც გამოხატავენ თავიანთ აზრს. იცავენ მათ სურვილებს და მათ მისწრაფებებს, მაშინ როდესაც პარტიის წევრს, ხელმძღვანელს ან რაღაც ან de facto ან ეგრეთ წოდებულ მიმართავენ ხელისუფლების არაკანონიერად არჩეულ ხელისუფლებას. აი ამ პროცესში ვართ ჩვენ დღეს. ეს პროცესი არ არის მარტივი, ეს პროცესი იქნება რთული, ამას ჯერ კიდევ რაღაც დრო დაჭირდება. რა თქმა უნდა გვესმოდეს, რომ მთავარი ამოცანა დღეს არის დავიცვათ და გამოვან თავისუფლად ის ადამიანები, რომლებიც უკანონოდ არიან დაპატიმრებულები, უკანონოდ ხაზგასმით ვამბობ და დაპატიმრების შემდგომ ნაცემები, ბევრი მათგანი და უნდა გავაგრძელოთ ეს პროცესი, რომ ამ ხელისუფლებამ ვერ უნდა მიიღოს ლეგიტიმაცია ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ. ეს არის ჩვენი მიზანი. ევროსაბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრას ქართული ოცნება ქვეყნის შიგნით ეფექტურად გაყიდის, როგორც ლეგიტიმაციას რომ შეეცდება, ალბათ ამაზე არ ვდავრობთ. ნუ ქართული სასოწარკვეთილი ოცნება ბევრ რამეს ოცნების რეჟიმი, ბევრ რამეს შეეცდება. მაგრამ ეს ხალხი ჩამოსული არის რამოდენიმე მიზნით. პირველი მიზანი არის, რომ შეაფასონ რამდენად დასაბუთებულია წამების, არადამიანური მოპყრობის ის შემთხვევები, რომლებიც მათ ყურამდე მიდის. ეს ერთი. რამდენად ირღვევა სისტემურად ადამიანის უფლებები. იმიტომ რომ ფაქტია, რაც ჩამოდის ეს ხალხი, ცით, რომ იმ ინფორმაციით, რომელიც მათ ყურამდე მიდის, ფაქტია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები და სახელმწიფო სისტემურად არიან ჩართული ადამიანის უფლებების დარღვევაში, ერთი სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენებაში ადამიანებზე ძალადობით და განსხვავებული აზრის და მშვიდობიანი პროტესტის უფლების ფეხქვეშ გათელვის ნაწილში. ეს ხო არ არის, ეს ხო ძალადობს პოლიცია მარტო. ეს ხო არ ძალადობს ვიღაც ორგანიზებული დანაშაულის ვიღაც კრიმინალები ან ვიღაც ზონდები. არა, კანონების მორგება ხდება მთელი სისტემა. ეს ნიშნავს იმას, რომ დღეს სახელმწიფო ერთის მხრივ ძალადობს და მეორეს მხრივ ინფრასტრუქტურა, საკანონმდებლო ინფრასტრუქტურა თქმის, შემდგომში რეპრესიული მანქანის ასამუშავებლად.
ეს და ამავე დროს პარალელურად ეს მატყუარა რეჟიმი ამბობს, რომ ჩვენ მაინც ჩვენ ევროპისკენ მივდივართო, ხო? აი, ზუსტად ისე როგორც მოიტყუეს, რომ ესპანეთმა, იტალიამ, რუმინეთმა და კიდევ რომ მათ მხარი დაუჭირეს, ზუსტად ისე ასე იტყუებიან. ეს გამომდინარეობს სასოწარკვეთილებიდან. ძალიან კარგად ხვდებიან, რომ პროცესის კონტროლი უკვე ხელიდან გაურბით. ვეღარ აკონტროლებენ პროცესს, ხო? შესაბამისად, ახლა ეს ყველაფერი რაღაცა ესე ავტომატზე მიდიან. ყოველ რაც უფრო მეც ამბობენ ან მოქმედებენ, კიდევ უფრო ამძიმებენ თავისივე მდგომარეობას. ჩვენ ამიტომ სიფრთხილე გვმართებს, ამიტომ გვმართებს მშვიდობიანი, ძალიან გონიერი პროტესტით, მივიდეთ ზუსტად იქ, სადაც მათ გონიათ, რომ რამე ეშველებათ და ჩვენ კიდე დარწმუნებული ვართ, რომ მათ საბოლოო იმედის დასრულება იქნება, ეს არის 20 იანვარის შემდგომი პერიოდი, რომლითაც მათ იმედი ძალიან დიდი ჰქონდათ, მაგრამ ეხლა მათ ესეთ ჟღერადობაში, ტონალობაში უკვე დიდ შიშით ჩანს. ამ ეს შიში მესმის უკვე როგორ ამბობენ, რომ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 20 იანვრის შემდგომ ბევრი რამე შეიცვლება. ადრე დარწმუნებულები იყვნენ. კი, ადრე ამბობდნენ ისე იქნება, როგორც ტრამპი იტყვის. არა, ისე იქნება, როგორც და ტრამპი ზუსტად ამას იტყვისო და ჩვენ ამასო всё დამთწყალი არ გაუამს. ეხლა ამბობენ, რომ იმედი გვაქვსო. აი, რაც უფრო ახლოს მივალთ 20 იანვართან, მერე შეიძლება ტრამპიც გლობალური ომის პარტიის ერთ-ერთი წევრი აღმოჩნდეს და ამაზე მერე ჩვენ ერთად ვიცინებთ უყო. თქვენ ახსენეთ თქვენი ეგრეთ წოდებული ფაზების თეორია, მეც გავაცანი ამ თეორიას, ამ თეორიაზე ბევრი გაქვთ ნასაუბრები სხვადასხვა ეთერში, ჩვენ ცოტა დრო გვაქვს, მაგრამ როგორ ეწერება, ესე ვთქვათ, აი სანქციებთან დაკავშირებული პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს ევროკავშირში. ანუ მე რაც გადავხედე თქვენს ფაზების თეორიას, ჯერჯერობით კიდევ გამოდის, რომ ძალიან იმედგაცრუებულები არ უნდა ვიყოთ იმ პროცესით, რაც მიმდინარეობს. არა, უყურეთ, პირველი ფაზა რა არის? პირველი ფაზა არის ის, რომ მიტაცებული, გაყალბებული არჩევნების და მოპარული გამოხატვის, ხმის არჩევნებში მონაწილეობის უფლების შემდეგ ხელისუფლებას ვერ უნდა მიეღო ვერც შიდა და ვერც გარე ლეგიტიმაცია. შიდა ლეგიტიმაცია ვერ მიიღო, ფაქტია, აგერ ნებისმიერი გამოკითხვით მოსახლეობის 70%-ზე მეტი თვლის, რომ არჩევნები იყო გაყალბებული, რასაც ადასტურებს უამრავი ადამიანი 21 დღის განმავლობაში ქუჩაში მშვიდობიან აქციებზე. ეს ერთი გარე ლეგიტიმაცია გასაგებია, რომ უკვე არ ულოცავენ და არ მონაწილეობენ და არ მიმართავენ და არ ემუშავებიან კი რა სანქცირებენ. ხელისუფლების პირებს ასანქცირებენ, ხო? სხვადასხვა ფორმებით და პირდაპირ ამბობენ, რომ ეს de facto ეგრეთ წოდებული ხელისუფლება თავი რო დავანებოთ იმას, რომ ყველაფერი დაიწყო არჩევნების გაყალბების შედეგების გამოძიების და შემდეგ. მაგრამ იმისთვის რომ ეს პირველი ფაზა დასრულდეს, ამისთვის საჭიროა რომ სანქციები კიდევ უფრო შორს წავიდეს, ინდივიდუალური პერსონალური სანქციები. იმიტომ რომ ეს ადამიანები, კონკრეტული ადამიანები, ისეთ ზიანს აყენებენ ქვეყანას, რომ რა თქმა უნდა, საერთაშორისო საზოგადოებამ ამაზე უნდა რეაგირება მოახდინოს, მაგრამ ეს რეაგირება არ უნდა შეეხოს საქართველოს რიგით მოქალაქეებს, არც ავიზო შეზღუდვები, არც ფინანსური, იმიტომ რომ ევროკავშირმა, აი მარტივ მაგალითს გეტყვით. მაგალითად, გაწევრიანების პროცესის შედეგად სულ რამოდენიმე დღის წინ ევროკავშირმა მოლდოვას გამოუყო 2 მილიარდამდე დახმარება 25-27 წლების განმავლობაში. ეხლა წარმოიდგინეთ საქართველოს იგივე პროპორციულად რო გადავთვალოთ, დაახლოებით საუბარი იქნებოდა 4-5 მილიარდზე. ეხლა აი ამ ადამიანებმა, ამ სარგებელზე, რიგით მოქალაქეებზე, მოქალაქეებისთვის გვათქმევინეს უარი, მათი უგუნური, იდიოტური რაღაც ქმედებების გამო, ხო? დანაშაულებრივი ქმედებების გამო. ამიტომ ახლა ჩვენ უნდა ყველაფერი გავაკეთოთ და ევროკავშირის ვესაუბროთ იმაზე, რომ ეს სარგებელი საქართველოს საბოლოოდ არ უნდა დაკარგოს, იმიტომ რომ ეს რიგით მოქალაქეებს ეკუთვნის, რომლებიც როგორც აქამდე 85% უჭერდა მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას, დღესაც ასე უჭერს და უფრო მეტი გამოდიან ქუჩაში, იბრძვიან, მშვიდობიან პროტესტს ახორციელებენ და მათ იჭერენ, ცემენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ამისთვის რომ ეს ზიანი არა მოქალაქემ მე და თქვენ მივიღოთ, არა მიიღოს იმ ხალხმა, ვინც არის ამაში დამნაშავე, ამისთვის პირველი ფაზის ბოლო ეტაპი უნდა იყოს ფინანსური სანქციები. ამასაც მოვესწრებით, რატო პირველი ფაზა 20 იანვრამდე? როგორ ფიქრობ? 20 იანვრამდე ფიქრობთ? რა თქმა უნდა, თუ ვინმეს გონია, რომ ეს სანქციები, რომლებიც ძველი ადმინისტრაციის პირობებში იქნება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, მე დარწმუნებული ვარ ამაში, არ იქნება ორპარტიული, ძალიან ცდება და მათ ძალიან დიდი იმედგაცრუება ელოდებათ. რაც შეეხება ევროკავშირს. ევროკავშირი უნდა გვესმოდეს, რომ რთული ბიუროკრატიული სისტემაა. მათგან ჩვენ ასეთი სანქციების მოლოდინი არც გქონდა, მე ამის იმედი არც გქონდა, მაგრამ ორმხრივ რეჟიმში კონკრეტული წევრი ქვეყნები და სახელმწიფოები დარწმუნებული ვარ, რომ ის ტალღა, რომელიც დაიწყო, გააგრძელებენ და ეს სანქციები იქნება და ამიტომ შალვას, რომელსაც მე ძალიან კარგად ვიცნობ,
ვურჩევ რომ არ იჩქაროს, იმიტომ რომ ჯერ კიდე ბევრი სანქციები იქნება სხვადასხვა სახელმწიფოებისგან და ყველა ერთად მოაგროვოს და მე ან გაიყონით ჩინჩალაძესთან და მურუსიძესთან და ისე ედაონ. ან მე ერთად ედაონ ყველა ევროპულ სახელმწიფოს ევროპულ სასამართლოში და მე ვნახოთ აბა ერთი რა შედეგებს მიიღებენ. ბატონო გიორგი, ერთი აქტორი, რომელიც შედარებით ჩუმად იყო ამ პერიოდის განმავლობაში და გულისხმობ, ესე ვთქვათ, მას შემდგომ, რაც აშკარა გახდა, ესე ვთქვათ, კურსის ცვლილება, ხომ? დიდი ხნით ადრე, ვიდრე 28 ნოემბრის, ესე ვთქვათ, განცხადებას გააკეთებდა ირაკლი კობახიძე. ეს იყო ბიზნესი, თუმცა დღეს სიტუაცია არის, ვიტყოდი, საკმაოდ რადიკალურად შეცვლილი, იმიტომ რომ ამ ეტაპზე, სადღაც 800-ზე მეტი ბიზნესია უკვე free ბიზნეს, ესე ვთქვათ, შეერთებული ამ პლატფორმას და ღიად კაფიოდ იზიარებს ორ მოთხოვნას. ეს არის, ესე ვთქვათ, ერთი ნაწილი ეს არის ხელახალი არჩევნების ჩატარება და მეორე ეს არის პოლიტპატიმრების გამოშვება ახალ წლამდე, ხომ? და ასევე ისმის ბიზნესის მხრიდან აი ეს თვით რეფლექსიის მომენტიც, რომ საბჭოთა მენტალობიდან უნდა გამოვიდეთ და ჩვენ თვითონვე უნდა გავხდეთ დღის წესრიგის შემქმნელები. როგორ უყურებთ თქვენ აი ამ პროცესს? მე ამას ვუყურებ ძალიან პოზიტიურად. ეს ცოტა უფრო ადრე რო ყოფილიყო, იქნებოდა უკეთესი, მაგრამ ჯობს გვიან ვიდრე არასდროს. ეს უკვე ნამდვილად წითელი ხაზებია, რომლის იქითაც ბიზნესი ძალიან სენსიტიურია და ძალიან ფრთხილი, გონიერი. ისინი უბრალოდ ხვდებიან, რომ უკვე სიჩუმე თვით დაზიანების ტოლფასი იქნებოდა. ამიტომ მე მივესალმები მხოლოდ და მხოლოდ ისინი უბრალოდ ხვდებიან, რომ და გრძნობენ და ზუსტად იციან, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი თუ ვერ ვიპოვეთ. რა თქმა უნდა, ეს გადავა შემდეგ მეორე ფაზაში და ის იქნება, რა თქმა უნდა, ეკონომიკური კრიზისი, იმიტომ რომ პოლიტიკური იზოლაცია, რა თქმა უნდა, მოყვება ეკონომიკური იზოლაცია და ამ პოლიტიკური კრიზისიდან თავის დაღწევის ერთადერთი შესაძლებლობა მშვიდობიანი გზით, რაც ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, გახლავთ არჩევნები. ეს ყველა ძალიან კარგად ესმის. ჩვენ, აი როგორც ახლა პრეზიდენტმა თქვა, როგორ შეიძლება ადამიანი რადიკალიზმში დაადანაშაულო ან რევოლუციურ რაღაც ნაბიჯებში დაანაშაულო ის ადამიანი, რომელიც გთხოვს არჩევნების ჩატარებას. ხო? ჩვენ ხო ერთ რამეს მოვითხოვთ. ერთადერთი მოთხოვნაა პოლიტიკური არჩევნები და არქვა რევოლუციური პროცესი. და მეორე ჰუმანიტარული სასწრაფოდ გაანთავისუფლეთ ადამიანები, რომლებიც უკანონოდ ყავთ დაბადებული. აი, ამას რომ რევოლუციურ პროცესს დაარქმევ, ესე იგი შენ ხარ პროპაგანდისტი, დემაგოგი, მატყუარა. ჩვეულებრივი მატყუარა და ეს რომ მატყუარის პოზიცია, თაღლითის პოზიცია, ჩვენ საზოგადოებამ უკვე დიდი ხანია ეს გავიგეთ, მაგრამ იმდენი იქნეს, რომ საერთაშორისო საზოგადოებაც მიხვდა, როგორ აი ასე უმიზეზოდ და უფასოდ იტყუება ეს ხალხი. კი, ბიზნესის წუხილების შინაარსზეც მინდა თქვენი შეფასება, ესე ვთქვათ, და დაკვირვება მოვისმინო. ბიზნესის კვირაულის ორი გადაცემა შედგა პრაქტიკულად. იყურეთ, ძალიან კარგი იყო მომეცანა. მადლობა. ერთ, ესე ვთქვათ, მოწოდებაზე თვითდინებით მოდიოდა ბიზნესები, იმასაც ნახავდით, მაშინ რამდენი ბიზნესის რამდენი წარმომადგენელი იჯდა ჩვენს სტუდიაში ამ ორი გადაცემის განმავლობაში. თუმცა პრობლემები, რომლებიც ისმოდა, იყო, ესე ვთქვათ, საკმაოდ მკვეთრი პრობლემები, ხომ? ერთი ეს იყო, რომ ბიზნესი ღიად ამბობდა, რომ ჩვენ არ ვიცით, სად მიდის ჩვენს მიერ გადახდილი გადასახადები და ეჭვი აქ ჩნდებოდა, რომ სწორედ აქციების დარბევას და მათი შვილების მათ შორის დასჯას ხმარდება ეს ყველაფერი და მეორე აქცენტი და ამ აქცენტზე ევროპული ბიზნეს ასოციაციაც ღიად საუბრობდა ჩემთან ინტერვიუში, რომ ეს არის კორუფციის თემა, თან არა უბრალოდ კორუფციის, არამედ სისტემური კორუფციის, კლეპტოკრატიის თემა. რა ემართება ქართული ოცნების ხელში ბიზნეს გარემოს მათ შორის? ჩვენ დიდი ხანი ამაზე ვსაუბრობთ. მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა ნებისმიერ ფასად შეენარჩუნებინა ძალაუფლება, ეს ნებისმიერი ფასი იყო ორი რამ. ქვეყნის საგარეო ორიენტაციის ცვლილება და მეორე ქვეყანაში კორუფციით ლოიალობის მოპოვება. ეს არის დღეს ქართული ოცნება დგას რამოდენიმე ფუნდამენტურ ასე ვთქვათ ბოროტებაზე, იმიტომ რომ სხვანაირად ამას ვერ დავარქმევთ, ხო? ეს არის მოძალადე ზონდერ დაჯგუფებები, რომლებიც ფიზიკურად ძალადობენ ადამიანებზე. მეორე ეს არის პროპაგანდა. ეს არის ჩვეულებრივი მედია პროპაგანდა, ნებისმიერ სახის პროპაგანდა და მესამე არის კორუფცია. აი ეს სამი ფუნდამენტური საყრდენი აქვს, ბოროტების საყრდენი აქვს დღეს ოცნებას, რომელსაც იყენებს იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. ეხლა რაც შეეხება ის, რაც ყველაზე უფრო ადარდებთ ბიზნესმენებს, ეს არის კორუფცია, რა თქმა უნდა. და ეს კორუფცია ბოლო 3-4 წლის განმავლობაში იმდენად სისტემური გახდა, რომ ისინი ამას კი არ გრძნობენ. სამწუხაროდ იძულებულები იყვნენ აქამდე ამას
შეგვიებოდნენ რაღაც კომპრომისების დაშვების ხარჯზე. ის რაც მე დღეს დავინახე, როდესაც ბიზნესი ხმამაღლა უკვე საუბრობს. იმიტომ რომ ხვდება რომ სიჩუმე მას თვით დაზიანებას მოუტანს, რომ არა მხოლოდ ქვეყნის საგარეო ორიენტაციის ცვლილება, არა მხოლოდ პოლიტიკური კრიზისი, არა მხოლოდ უხარისხო მენეჯმენტი და ადმინისტრირება, არამედ სისტემური პოლიტიკური კორუფციაც არის პრობლემა ამ ქვეყნის და მათი განვითარებისთვის. ეს არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ მათ ძალიან კარგად იციან და ხვდებიან რომ იქ სადაც კონკურენტული გარემო ისპობა, იქ დამთავრებული იყო დროის თემაა და დღეს ისინი ამას ძალიან კარგად ხედავენ, როგორ იხარჯება სავალუტო რეზერვები, რა მოსდის საპენსიო ფონდს, რისთვის იყო შექმნილი და რა მოსდის ამ საპენსიო ფონდს. და ასე შემდეგ. ამას როგორია ეს ინფლაციური ზეწოლა ბიზნესზე, ხო? როგორ გამოიყენება მაგალითად შემთხვევითი ფაქტორები, არასისტემური ფაქტორები ბიზნესზე ზემოქმედების, მაგალითად უკრაინის ომი და შემოდინებული კაპიტალი და რა ხდება დღეს ამასთან მიმართებით. როგორი გამოწვევები ექნება ეკონომიკას სულ მალე, როგორ მცირდება რეიტინგი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების მხრიდან, როგორ მცირდება უცხოური პირდაპირ ინვესტიციები და როგორ დაიწყო კაპიტალის გადინება ქვეყნიდან. ამას ხო ეს ადამიანები, ეს ხო მათი ყოველდღიურობა. რიგით მოქალაქემ ეს არის ის, მაგრამ მათი ყოველდღიურობა და ისინი უბრალოდ როგორც კარგი ბიზნესმენები აკეთებენ დასკვნას, რომ ინფლაციური ზეწოლაც გაიზრდება, კურსის ზეწოლაც გაიზრდება, უცხოური ინვესტიციების მაგივრად კაპიტალის გადინებაც იქნება და ეს უკვე სისტემური კრიზისია. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი რიგითი მოქალაქეები და ეკონომიკა ქვეყნის დავიცვათ. აი მაგალითად მე ბოლო საგანგაშო რაც ვიცი, რაც ჩვენ სხვა ამ სოციალური ქსოვილის ნაწილი ვართ, რომ დეპოზიტების გადინების პროცესი უკვე ნელ-ნელა სახიფათო ფორმებს იძენს და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი, ეს ხო გასაგებია, რომ პირველი ეტაპი იქნება იმ უცხოელების, რომლებმაც შემთხვევით მოიტანეს და ბუდიშით ჟარგონისთვის დააპარკინგეს თავისი რაღაც რუხი ფინანსური საშუალებები, აქტივები საქართველოში და ეს ყველაფერი სუსტი ეკონომიკის პირობებში, მაშინ როდესაც თან პოლიტიკური სისტემური კრიზისია, ეს ყველაფერი იმდენად სახიფათოა, რომ ერთმა შეცდომამ შეიძლება საერთოდ უზარმაზარ турბულენტობაში შეიყვანოს ფინანსური სისტემა. ლოიალობა ახსენეთ. და თქვათ მსხვილი ბიზნესის ნაწილი, რომელიც ამ ვითარებაშიც კი დუმილს ინარჩუნებს და ხმას არიღებს, ხომ? და ის სენსიტიურობები, რაც ზოგადად ბიზნესის წარმოებასთან არის და მსხვილი ბიზნესის წარმოებასთან დაკავშირებით, ეს გასაგებია. თუმცა აი რა მომენტში შეიძლება დადგეს წითელი ხაზი, ხო, აი ამ შემთხვევაში და ეს ფრაზა მიყვარს, ხო, follow the money, გაყევი ფულს და თუ ამ ლოიალობის კონტექსტში ფულს გავყვევით, ანუ სადამდე ვართ. მაგრამ მივყავთ კონკრეტულ ბიზნესებამდე, კონკრეტულ ადამიანებამდე, კონკრეტულ სახელებამდე, გვარებამდე, რომელიც უბრალოდ ამ სისტემური კორუმპირებული კორუფციის უკვე ბუნებრივი ნაწილი გახდნენ. მაგრამ ეს მათი გადაწყვეტილება იყო. ეს მათთვის, ეხლა ვიღაცამ შეიძლება ხვალდაზე გამოვიდეს და ყველაფერი ივანიშვილს დააბრალოს რა. მაგრამ ივანიშვილის თავისი უბედურებები და ცოდვები ეყოფა, მაგრამ ისინი ხო გააყვნენ ამაში. ეს ის ხალხია, რომელსაც ყოველთვის შეეძლო არასთქმა და სადღაც გაჩერება. ეს ის ხალხია, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს დრო, აი ის თვითგადარჩენის ინსტინქტმა მოუწოდოს, რომ სწორ დროს და აი კრიტიკულ მომენტში სწორი გადაწყვეტილება მიიღონ, იმიტომ რომ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს. ის რეჟიმი, რომელსაც დღეს აყალიბებს ოცნება, სისტემური, კორუმპირებული, ასე ვთქვათ, ინფრასტრუქტურის გარეშე შეუძლებელია. თქვენ რა გონიათ, ხა ივანიშვილი თავის ფულს ხარჯავს? ნებისმიერი ავტოკრატია ძალიან ძვირია. ძალიან ძვირი შესანახია. ამიტომ შეუძლებელია ასეთი თანამშრომლობის გარეშე სისტემურ მსხვილ ბიზნესთან, რომ მათ ეს შეძლონ. ამიტომ სისტემური მსხვილი ბიზნესი, რომელიც ხმას არიღებს და ჩუმად არის, ეს ამ რეჟიმის პარტნიორია და მათ ძალიან კარგად უნდა ესმოდეთ და ის არ უნდა გაუკვირდეთ ხვალდაზე სანქციები ზოგიერთებს რომ დაეწევათ. იმიტომ რომ სხვანაირად ყველას ძალიან კარგად ესმის ფულის გარეშე, სწორედ თქვი, follow money. ეს ძალიან კარგად იციან ეს სადმივა. და ეს არ არის რაღაც ასეულობით ადამიანი. ეს არის კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ამ ფულის ამ რეჟიმის სპონსორებად ჩამოყალიბდნენ, იმიტომ რომ აი ამ სისტემური კორუფციული სქემის ნაწილები გახდნენ ბუნებრივი და მათ მოუწევთ კრიტიკულ მომენტში გადაწყვეტილებების მიღება ან ჩაყბებიან ამ რეჟიმს, ან დადგებიან ხალხის გვერდით. ხალხის გვერდით დადგომა არის ის, რაც მათ
გარკვეული იმუნიტეტი შესწევს. ეკონომიკური ზრდის შემცირება, ის წნეხების გაძლიერება, ეკონომიკური იზოლაცია, რაც თქვენ აღნიშნეთ, შეიძლება იყოს, ესე ვთქვათ, ერთ-ერთი მამოძრავებელი ფაქტორი, როდესაც ამ ბიზნესმა წამოიღოს ხმა ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, მოგებას რომ ვერ მიიღებენ, ანუ მე მაინც შეიძლება რომ ვთქვათ, უფრო ღიად ისაუბრონ პრობლემებზე, რამაც აქამდე მე ვფიქრობ, რომ ლოიალობის ხარისხი მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ახლა ის იმდენად სისტემურ ნაწილზე ვლაპარაკობთ რეჟიმის, რომ მათ ძალიან კარგად უნდა ესმოდეთ უკვე, რომ ლოიალობა უკვე არგუმენტი არ არის. მათ ძალიან კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ბიუჯეტის მოპარული ფული ეს უკვე დანაშაულია და ეს დანაშაული ბევრად არ განსხვავდება ნიღბიანები, როდესაც მშვიდობიან მოქალაქეებს ცემენ. როდესაც მაგალითად ზოგიერთი ტელევიზია უბრალოდ პროპაგანდისტულად ახალისებს ძალადობას თბილისის ქუჩებში. მაშინ როდესაც იმედი აправებს, უბრალოდ აправებს და ჰაერში კიდებს საკითხს, გვინდა კი ევროპა? აი გვინდა კი ევროპა? აი ასეთ საკითხებს, როდესაც იცი რომ 85% შენი მოქალაქეების ევროპულად განწყობილები არიან. უბრალოდ მთელი ეს ინფრასტრუქტურა, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის რაზეც დღეს რეჟიმი დგას, ამ ადამიანებს უნდა ესმოდეთ, რომ მათი გადაწყვეტილება კრიტიკულ მომენტში ეს არ არის მათი გემოვნების საკითხი. ეს აღარ არის, ეს გემოვნების საკითხი იყო მანამ, სანამ მოიპარეს არჩევნები და სანამ იძალადეს ქუჩაში ადამიანებზე, მაგრამ მას შემდეგ რაც მოიპარეს არჩევნები და იძალადეს სისტემურად ქუჩაში ადამიანები, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. ამიტომ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ის, რასაც აკეთებენ ზონდერ ჯგუფები, კონკრეტული ადამიანები ნიღბით, მაგრამ როდესაც ძალადობენ ადამიანებზე, ის რასაც აკეთებს პროპაგანდისტული მედია და ის რასაც აკეთებს კორუმპირებული სისტემა, რომლის ნაწილიც სისტემური ბიზნესმენები სამწუხაროდ ხშირად არიან. მათ უნდა ესმოდეთ, რომ ეს მეგობრებო დანაშაულია და ვინმეს თუ გონია, რომ გავა დრო და აი იქ რაღაც იმის რა ქვია, ეგრეთ წოდებული პრემიერის ტყუილებიდან გამოძრომის თემა ან ვიღაცის ეს არ გამოვა. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ამას პასუხი მოეთხოვება ყველას, იმიტომ რომ ეს ქვეყნის ბედი და ადამიანების ჯანმრთელობა სიცოცხლე და მათი ბატონო გიორგი, უნდა დავასრულოთ და დღეს რას აკეთებთ, რას საქმიანობთ, ესე ვთქვათ, პარტიის ჭრილში, ხო? იმიტომ რომ გვესმის, რომ თითქოს ესე ვთქვათ, ამომრჩეველს არ აქვს ოპოზიციურ ველზე არჩევანი, ყველა ერთნაირია, ყველას ქართული ოცნება ჯობია საბოლოოდ. ყველა ერთნაირი არ არის. ქართული ოცნება ვერავის ვერ ჯობია, ეს დღეს აშკარად ჩანს. ქართული ოცნება თავის საუკეთესო ფორმაში კიდე შეიძლება ამაზე გვესწრებო. რას ვაკეთებთ ჩვენ დღეს? ჩვენ დღეს ვმუშაობთ აი პირველ ფაზაზე, რომელიც ქართულ ოცნებას ძალიან არ მოწონს. და ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ დღევანდელმა de facto ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ ვერ მიიღოს ვერც ქვეყნის შიგნის ლეგიტიმაცია და ვერც საერთაშორისო ლეგიტიმაცია. ეს არის მთავარი ამოცანა. ამისთვის კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ ყოველდღე ვდგევართ რუსთაველზე, ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად, როგორც რიგითი დემონსტრანტი. როგორც რიგითი დემონსტრანტი და გავაგრძელებთ ასე. ჩვენ დღისით ვმუშაობთ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან და ვუხსნით მათ ყოველდღიურად რამდენად მნიშვნელოვანია რომ ამ ხელისუფლებას არ უნდა კონდეს არანაირი ლეგიტიმაცია და მეორე და საერთაშორისო პარტნიორებს ასევე ვუხსნით რამდენად მნიშვნელოვანია ინდივიდუალური ფინანსური ტარგეტირებული სანქციები იმ ადამიანებზე რომლებსაც დანაშაულები აქვს ჩადენილი ხალხის, ქვეყნის და სახელმწიფოს წინაშე. ამას როგორც კი მივახცევთ შემდეგ გადავალთ უკვე მეორე ფაზაზე სერიოზულად და იქ უკვე საკითხები იქნება ისეთი, როგორ დავიცვათ იმ კრიზისებისგან რიგითი მოქალაქე, რომელშიც ოცნებამ ჩვენ ყველა ერთად შეგვიყვანა საქართველოს მოქალაქეები, ემიგრანტები, სახელმწიფო და ყველა ეს ადამიანი, რომელიც დღეს იბრძვის ევროპისთვის. ხო და მოკლე პასუხი, რა სცენარებს განიხილავთ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდგომ, რისთვის ხართ მზად? სალომე ზურაბიშვილისგან თქვათ მოვისმინეთ, რომ ის არის ლეგიტიმური პრეზიდენტი, არსად წესლას აპირებს, ანუ აი აქ რა ხდება? აქ ხდება შემდეგი რამ, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი იყო ბოლო დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც ასევე დაისაკუთრა დღეს კონკრეტულად ერთმა ადამიანმა. რადიკალურმა ოპოზიციამ წააგო, ასე თქვა, ქართულმა ოცნებამ, მაშინ როდესაც მხოლოდ ერთი კანდიდატი იყო ქართული ოცნების და ყაველაშვილი. არა, რატომ ამბობენ, რომ ყაველაშვილის თურმე ოპოზიციური პრეზიდენტი ყოფილა, ისევე როგორც იქ ოპოზიცია რაღაცა გამოიყო და გამოდის, რომ ჩვენ ოპოზიციური პრეზიდენტი იყო. ნუ ღიმილიც აღარ არის, ასაცილოა ყველაფერი სამწუხაროდ. ისიონალური ლეგიტიმაცია პრობლემაა. ერთ შემთხვევაში და მეორე შემთხვევაში, მაგრამ ამაზე უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ აი ამ ხმაურში
ოცნებამ შექმნა ისეთი საკანონმდებლო ინფრასტრუქტურა უკანონოდ არალეგიტიმური პარლამენტის მიერ, რომელიც რეპრესიულ მექანიზმს აძლევს მას ხელში და ის რაც საჯარო მოხელებს ქარტიის ჩამონათვალი რა უნდა გაუქმდეს, ალბათ ავტომატურად იზრდება. ძალიან დიდი მადლობა გიორგი, რომ იყავთ ჩემთან ერთად. ეს იყო გიორგი